შენი პოდკასტი. დღეს ჩვენი სტუმარი არის მოდი ცოტა ხანში ვიტყვი. ცოტა ხანში ვიტყვი ვინ არის ჩვენი სტუმარი. მანამდე გეტყვით რომ ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს შენ სივრცეში. ერთ-ერთი ჩემი ოცნებაც იყო ეს რომ გაგვეკეთებინა ორი ოცნება რაც ამ ადამიანს უკავშირდება და ერთ-ერთი ეს იყო და ეს ოცნება ეხლა მალე ამიხდება. მოკლედ 17, 18 და 19 აგვისტო გვექნება აგნიოგას რიტრიტი თუშეთში და ყველას გეპატიჟებით ამ გამოცდილების მისაღებად. Ну, რაც არ უნდა ბევრი ხალხის საშუალება იყოს, მაინც შეზღუდულია ადგილები, ამიტომ ვინც მოახერხებს თავის თავს მიუძღვნას ეს გამოცდილება, იმიტომ რომ მეც ერთი სული მაქვს რომ ეს მოხდეს და ანუ ესე რომ რამდენიმე დღე ზაზას ენერგეტიკაში და თან აგნიოგას ველში ესე ვთქვათ ჩავყვინთოთ და იქ არა მარტო აგნიოგა იქნება კიდე ლექცია იქნება ასტროლოგიური და კიდე სხვადასხვა აქტივობები თან ისეთ ადგილას მივდივართ რომ ის თავისთავად საოცრება არის ძალიან მაგარი ამბავია ამიტომ მის თქმა მინდოდა პირველ რიგში მეორე რიგში მივესალმები ჩემ ძმას ჩემ საყვარელ ძმას შივო რამადატას მედიტაციის მასწავლებელს ამ ეტაპზე არის მედიტაციის მასწავლებელი მე ღმერთმა იცის რა იქნება ყოველთვის თავისუფალი ხო, ну შივოს მეტამორფოზებს ვადევნებთ თვალყურს ყველა ვინც ის Facebook-ს ადევნებს თვალს და ვინც ვიცნობთ ახლოს და ну ჩემთვის შენ ხარ ადამიანი რომელიც ეს ერთ-ერთი ყველაზე მოწყურებული მაძიებელი თუ ვინმე ვიცი ჩემ გარშემო, იმიტომ რომ ესე მართლა რომ რეალიზება ადამიანს უნდოდეს, როგორც შენ იშვიათი არის რა, სულიერი რეალიზება. და ეს ცეცხლი რაც გაქვს, ძალიან საოცარი არის და როგორ ხარ? კარგად. ხარია შენთან ერთად ყოფნა და საუბარი. ისეც ყოველთვის ასიამოვნოა შენთან საუბარი და იმედი მაქვს რომ სასარგებლო საუბარი. ოდნავ მიწიე მიკროფონი, არ შენსკენ მოწიე პროსტა მიკროფონი. ხო, აი ეგრე კარგი. ხო, რას ეხლა არ ვიცი საიდან დავიწყო, იმიტომ რომ ადრეც ჩვენ მე და შენ ბოლოს ვილაპარაკეთ გირჩის ტელევიზიაში, ხა ვილაპარაკობდით და მე ვიყავი მაშინ მასპინძელი, ვიყავი სტუმარი. ხო, რა საოცრება არის რომ ეხლა შევიცვალეთ. ისე მე ვიამონტაჟებ და რაღაცა. ხო, მე არის ისე პულტთან. ესე ძალიან სპონტანურად და ხო, საოცრება არის ეს ციკლურობა სამყაროს. კი. რაღაცა არსებობს, ხო? აი ჯერ მარტო ეს არის მაგის დასტური, რომ რაღაც არსებობს. სინქრონიზაცია, ხო? ჩვენ წინაზე უსმენდი იუნგის სინქრონიზაციებზე და აი ბევრი რაღაც ხო არის, რაღაც ჩვენი ლოგიკური გონებისთვის, ну არ არის ლოგიკური რა და რაღაცა გვეჩვენება რომ სხვა ლოგიკა არსებობს, რომელსაც ჩვენ ვერ ხვდებით, რაღაც ჩვენზე უფრო დიდი ლოგიკა არსებობს. თითქოს რაღაც უფრო დიდ გონებაში ეს ყველაფერი ლოგიკური და ცხადია, მაგრამ ჩვენთვის ეს უბრალოდ განცდა არის, რომ რაღაცები ემთხვევა ისე, რომ რაღაცას ნიშნავს, ეს უფრო ღმას, არც ვიცით რას ნიშნავს, მაგრამ ეს განცდა გვაქვს და რაღაც ღრმა სულიერ განცდას იწვევს და ჩვენც ეხლა რომ აღმოვაჩინეთ ეს რომ მეორე წრეზე წავედით. ხო. რაღაცას ნიშნავს. არ ვიცი რას, მაგრამ გზნობის დონეზე სასიამოვნოა. კი. ხო და აი არ ვიცი შეიძლება გილაპარაკი ამაზე, გექნება სადღაც ნალაპარაკები, ხა შენც ბევრი გაქვს ნალაპარაკები, მაგრამ მაინც მოდი რაღაც დავიწყოთ რეინკარნაციაში შემოსვლის დროდან. რაც საიდანაც თავი გახსოვს. ანუ მე პროსტა შენგან ის მაინტერესებს ყველა ძალიან, რომ ეგ ცეცხლი ხა რაც გაქვს რა, რაც არის ასეთ აღსანიშნავი. საიდან აღმოაჩინე რა, როდის სად დაინთო? გახსოვს, აი ცნობიერად გახსოვს ეგ პერიოდი, როდის დაიწყო ეგ? ხო, ანუ ასეთ მაგაზე ვფიქრობდი ბოლო პერიოდი, შეიძლება ვიღაც მეგობრებთან საუბრობდი, არ მახსოვს ახლა, რომ აი პრინციპში აი ადამიანი მგონია რომ
მგონია კი არა ვიცი რომ არის სულიერი არსება, ანუ სულიერი გამოცდილებებით, ვიბადებით, ეს არის ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი რაღაც და ბავშვობაშიც მახსოვს რომ მაინტერესებდა მაგალითად კოსმოსი და დეიდა ჩემი რაღაც ენციკლოპედიებს მიკითხავდა ფიზიკის შესახებ და კოსმიური სხეულების შესახებ, პლანეტების და მათ შესახებ და ძალიან მოცული ვიყავი ცას რო უყურებდი ვარსკვლავებით მოჯედილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ღმერთი რო გაჩნდა ეგ სიტყვა ყოველთვის ახლოს იყო ეს რაღაც პრინციპში რა ანუ ვერ აღნიშნავ რაღაც ანუ რა თქმა უნდა იყო პერიოდები როცა თქვათ პრაქტიკა დავიწყე როცა რაღაც აქტიური კითხვა დავიწყე და რაღაცა მაგრამ ეგ მისწრაფება ყოველთვის იყო რაღაცნაირად არ ვიცი ჩემში იყო ყოველთვის ეგ ცეცხლი ასე თქვა და ეგ ინტერესი რაღაც ტრანსცენდენტულის მიღმიერის აუ ის უნდა ვთქვა რა მე შეიძლება ძალიან ესე პირადია მაგრამ მოკლედ სოფელში ვართ კახეთში და იმ ოთახში სადაც იზრდებოდა შიო რამდენი წელია 5 წლის ხო 5 წლის იყო 3 ვაიმე რა სლაფარაკ 3 წლის შიოს ნაჟღაპნი იყო ფურცელზე დედამისის შენახული რომ სიყვარული სევდა მაინც დიდი გულის კენით დავიბადე რაღაცა ძალიან დიდი გულის კენით ხარ დაბადებული თუ ეგზისტენციალური სევდი და რა აი გახსოვს ეგ რამ დაგაწერი და მე მგონი რაღაც სერიალი გადიოდა ბავშვობაში რაღაც ბრაზილიურ სერიალს უყურებდნენ მე მგონი ჩემები და რაღაცას უყურებდი ამათ რაღაც დრამას რაც თამაშდებოდა პერსონაჟებს შორის და დავასკვენი ეს რომ სიყვარული მაინცევდა წარმოვალობა ამოიცანი ხო იქით რელატიური სამყაროს წარმოვალობა ტკივილია მეთქი ეს ხო აღნიშნე ხო ეთანხმები ახლა მაგიმას არა პრინციპში ანუ გააჩნია რა დონიდან ხდება ეს სიყვარული რა ცნობიერების რა მდგომარეობაში ხარ როცა თქვათ გამოღვიძებასთან არ ხარ ახლოს კი რა თქმა უნდა მდგივნეულია ყველაფერი ეს და მე აბსოლუტური ნედარება რა თქმა უნდა სიყვარული ხო ანუ ის აი მაგის მერე ბავშვობის იმ რაღაც ზოგადი ინტერესების გამო რა ან აი ის რაღაც ქრისტიანობაში რაც არის რომ სულის ბნელი ღამე და რაღაცები რაც ახლა ერთადაც გაგვივლია და კარგად ვიცი მაგრამ რაც არ ვიცი ესე ვთქვა რა კიდე უკან სანამ ესე ამ რეინკარნაციაში ესე ფიზიკურად მოსახვეებში შევხვდებოდით ერთმანეთს პირდაპირ გაგებით. აი მაგ დროს მალევე დაგეწყო ეს რაღაც რომ ანუ იმედ გაცრუება ვერ მორგება თითქოს რაღაც გაუცხოება რა მოკლედ. ნუ ერთი ის იყო რომ მე დაინტერესებული ვიყავი ამ საკითხით თვით შემეცნებით და რა იყო ეს ცხოვრება თუ რა ასე ვთქვათ რა საზრიცის და ასე შემდეგ და ჩემს გარშემო ფაქტიურად არავინ არ იყო ამით დაინტერესებული ბევრი წლის განმავლობაში. და ეს იყო მტკივნეული, ანუ გინდა რომ ვიღაცებს ელაპარაკო, ერთად exploration-ი გააკეთო, თქვათ როგორც მე და შენ გვიკეთებია ბევრჯერ და უბრალოდ არ არიან ეგეთი ადამიანები და ხო რაღაცა იმას გრძნობ იზოლაციას რა თითქოს განცალკევებული ხარ რაღაც. ეგ მქონდა კი. მაგრამ მე ნელ-ნელა უკვე რომ გამოჩნდნენ სულიერი მეგობრები და აღმოჩნდა რომ არის ხალხი დაინტერესებული ამ ყველაფრით, ესე არ არის და ყველა ბრძენი ხალხი, ყველა ჭკვიანი ხალხი კაცობრიობის ისტორიაში ზუსტად ამით იყო დაინტერესებული, ხვდები რომ მარტო არ ხარ არამედ მოც ქსელში ხარ სადაც არის ასე ვთქვათ. ხალხი არის ამით ერთმანეთთან დაკავშირებული. ხო, მესმის. თვითონ ცხოვრების პერიოდი, ინტეგრაცია შენი თავის ყოფაში რა, სწავლებთან, რაღაც კლასში, ესე ვთქვათ, ანუ აი ეს ადვილად ახერხებდი თუ მაინც ან დისტანცირებული იყავი რაღაც?
არა, ტყუპები ვარ მე და იდეაში, ანუ მეგობრები ყოველთვის მყავდა, შეიძლება ეგეთი ის არ მიდიოდა. თქვათ, იმიტომ რომ შეიძლება ინტერესები იყო ხოლმე, მაინც ცოტა სხვადასხვა, ასე თქვათ, მაგრამ სადაც ხდებოდა ინტერესები, ყოველთვის მყავდა პრინციპში მეგობრები და თქვათ, castaway არ ვიყავი არასოდეს. აი ბევრი ცვლილება გაქვს გამოვლილი, რაც გიცნობ მაგის მერე, აი ძალიან ბევრი რაღაცა პრაქტიკა, ტრადიციაც, რაღაცა აი ეგ რა არის რა უყვირდები ეს რაღაც ტყუპური ბუნება შენი რომ სხვადასხვა ინტერესების სფეროები გაქვს და ისა თუ აი რას ეძებ რა ან რატო ამდენი მაგალითად რა ხო თქვათ ხო შეიძლება არიან ადამიანები რომლებიც იბადებიან რაღაც კონტექსტში რელიგიური და ნუ შეიძლება ეხა ის ძალიან მექანიკურია თავიდან მაგრამ მე უფრო სიღრმეს რო პოულობენ ახლა ბევრი დიდადაც აღარ მოძრაობენ აქეთ-იქით და შენთან რატო არის ეს რა რომ აი ამდენი ინტერესები ამდენი სწავლებების ამდენი მასწავლებლების ხაზების იერარქების აი რა ხდება მან მაგას რო დაუკვირდი როგორ რაღაცა იცი ნუ მოკლედ ჯერ დავიწყოთ იმით რომ რეალურად ეს სიბრძნე არ არის რაიმე კონკრეტული ტრადიციის კუთვნილებაში ანუ ეს სიბრძნე რომელთაც მე ვიყავი დაინტერესებული ეკუთვნის კაცობრიობას ეკუთვნის ყველა ეროვნებას ყველა კულტურას და ყველას ჰქონდა რაღაცა ცოტა განსხვავებული ან მიდგომა ან დამოკიდებულება მაგრამ ანუ ეს სიბრძნე ყველგან არის და ჩემი სიბრძნე რა თქმა უნდა სრულყოფილი არ არის ხო და რომ ხედავ რომ არსებობს ბევრი სხვა გადმოსახედი კიდე სხვა სიბრძნის ნაწილაკები ჩემი გონება ყოველთვის ეგეთი არის ტყუპობის გამო არის ეს ტურისი მაგრამ ეს ცნობის მოყვარეობა ყოველთვის მაქვს ანუ პრინციპში მიყვარს კითხვა მოსმენა ანუ ამაში არანაირი ენერგია არ მეხარჯება ეს თავისით ხდება რომ მუდმივად რაღაცას შევიმეცნებ და თუ აი როგორ რაღაც არის ხო ასე თქვა რაღაცა ჩვენს გამოვლინებას ყოველთვის რაღაც აკლია რეალურად რაღაცები არ ვიცით მაგალითად არ ვიცით ენერგია როგორ მუშაობს არ ვიცით შეიძლება სხეული როგორ მუშაობს არ ვიცით შეიძლება გონება როგორ მუშაობს და თქვათ რაღაცა ნაგლეჯი გავიგეთ როგორ ფუნქციონირებს სხეული ნაგლეჯი როგორ ფუნქციონირებს ენერგია მაგრამ ხედავ ლიმიტებს შენი ცოდნის ხედავ რომ ამ ლიმიტის გამო რეალურად შენ აუცილებლად შეხვალ ჩიხში გარკვეულ კრიზისში იმიტომ რომ უმეცრება გაჩვენებს ამას რომ რაღაცები არ იცი და ეს უმეცრება რეალურად არის მტკივნეული რა და თუ ხედავ გაფართოების საშუალებას იუპიტერივით ხო ეს თქვენ გაფართოებას ახალი ცოდნა რომელიც კიდევ მიაშუქებს რაღაცა სხვა კუთხიდან უფრო დიდი სურათი შეგიძლია შეკრა ასე თქვათ და ჩემს შემთხვევაშიც ანუ ეს თქვა სხვა ტრადიციების გაცნობა სხვა პრაქტიკების კეთება ეს არის რაღაც ბუნებრივი რაღაცა რაც ხდება ჩემს თავს რომ სხვა კუთხიდან შევხედოთ რომ უფრო ფართო სურათით ვემუშაო შინაგან მდგომარეობას და შემდეგ სხვებსაც გაუზიარო ჩემი აღმოჩენები და ვიყო სასარგებლო ხო რომ მივყვეთ რა თქვათ აი რაც მე მახსოვს ახლა ესე თქვათ რა შენი გზაა ну უეჭველი ხა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ხაზში თავიდან რომ გაცნობიერე შენი თავი მან აღმოაჩინა. აი ამ გზას ზოგადად და ამ ტრადიციას იმ შეგრძნებებს რაც მაგ ტრადიციაში ყოფნის დროს გეუფლებოდა როცა სულიერ გზაზე იყავი და შენ მაგ პერიოდს როგორ დაახასიათებდი და აი ქრისტიანული გზა შენთვის რა არის? ეხლანდელი გადმოსახედით ხო აი მაშინ რას გრძნობდი და ეხლანდელი გადმოსახედით როგორ უყურებ შენ მე მითხარი აი იმ პროცესში რას გრძნობდი რა ესე ვთქვათ როცა უკვე აი ქრისტიანობასთან უფრო აღმოაჩინე მაძიებელი დაიბადე და პირველი რას დაგვხვდა უკვე ქრისტიანული ტრადიცია ну
ნუ მან უკვე დამხვდა რაღაც გარკვეული სულიერი პრაქტიკა, ხო, რაღაც დაძარში სიარულის, მარხვის, აღსარების, ზიარების და იყო რაღაც სულიერი გამოცდილება მე ტექსტებთან მუშაობის, სახარებასთან და შემდეგ და თქვათ მიგავების გარჩევის და რაღაც, ანუ ეგ იყო რა, მაგრამ ეხა პატარა ვიყავი მაშინ რა თქმა უნდა და არ მქონდა იმ ხელა თვალსაჩინო რომ ეს კიდე სხვა სიღრმეში დამენახა ასე ვთქვათ და მაგრამ იყავი ისეთი აი დადი აღსარებებზე და კი ხა კი აბსოლუტურად ანუ არა მარტო მე ჩემი ოჯახის წევრებიც ჩემგან იყვნენ ჩართულები ანუ იმდენად ძლიერად ვიყავი ამ პროცესში ყოველდღიურად ლოცულობდი და შემდეგ და ცნობდი ღმერთთან კავშირს ასე ვთქვათ რაღაც ძალასთან რომელიც ჩემზე დიდი იყო. ხო და არა ეხლანდელი გადმოსახედიდან აი რამ აი ხამეს რატო გეკითხები რა იმიტომ რომ ბევრი გამოცდილება გაქვს და დაკვირვებები გაქვს და ვიცი რომ ეხა ისე რაღაც ისე ზერელეთ არ გაგიულია რაღაცები შეგი ხო იმიტომ რომ შენთვის და რაც არის ეს ყველაზე მაგარი ესე ვთქვათ რომ ანუ ეს სულიერი გზა არის თავარი, ანუ პრიორიტეტი არის შენთვის რა, მაკედან აქ გემო დანარჩენ ყველაფერს. შესაბამისად უკვე ყველა ის ტრადიცია რაც გაგივლია, უკვე ნუ ერთი რო ძალის ისტორია და მეორე ანუ დაკვირვებები საინტერესოა ჩემთვის შენი რა და. ხო და აი მან მაგალითად აი ხო მე გადახვედი რაღაცა სხვაზე. აი მან რა ქონდა, აი რა ანიმედ გაცრუება ან რა არ მოგეწონა, ხო აი რატო არ მოგედო ბოლომდე ესე ვთქვათ რა. ნუ ეკო ყველაზე აუთენტურია რა, კრო აქ ახარ და უკვე გაწერილი ყველაფერი არა რა უნდა გააკეთო და რა ისე ვთქვათ რა პრაქტიკა. აი მაშინ არ მქონდა საკმარისი რაოდენობის კრიტიკული შეკითხვები დასმული. ანუ რას გულისხმობ, რომ მოკლედ ესე რომ ვთქვათ, რწმენა არის რწმენა, ცოდნა არის ცოდნა, ბრმა რწმენა არის ბრმა რწმენა. და ბრმარწმენის უსარგებლობა დავინახე რაღაც ეტაპზე, რომ ასე ვთქვათ, დიალოგებში ვიყავი მეგობრებთან, მათ შორის ათეისტებთან, რომელიც რაღაც კითხვებს მისვავდნენ, რომელსაც მე რელიგიური იმით ხსნიდი, მაგრამ თვითონ ჩემში იბადებოდა მაინც ეჭვი, მაინც შეკითხვის ნიშანი, რომ რა იცი, რომ ესე არის რა. და განცდა იმის, რომ საბოლოო ჯამში არ ვიცი, რომ ესე არის. და ასევე თვითონ, ნუ ეს შეიძლება ჩემი ხედვა არის, თუმცა მაინც მგონია, რომ მაინც ასეთი კონტექსტი არის რელიგიური საქართველოში, რომ მაინც კითხვები არ არის welcomed როგორ. ხო. არ არის მისასალმებელი. თუ კითხვები გიჩდება რაღაცა გჭირს უნდა გათავისუფლდე ამ კითხვებისგან და მე მაშინ ვერ ვნახე ეგეთი გრაუნდი მიწა რომელიც მეტყოდა რომ კითხვების დასმა ამ ყველაფერში არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი და ამ კითხვებისგან გათავისუფლება არ შემეძლო იმიტომ რომ ჭირდებოდა პასუხები იმიტომ რომ გამოდიოდა რაღაცა თავის მოტყუებაც ეს განცდა მე ასე ვთქვათ ტრანსცენდენტული რეალობის არასდროს მომწყვეტია რომ არსებობდა, მაგრამ რა ფორმით არსებობდა, რა იყო და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს დაუსვი შეკითხვის ნიშნები. და აი მაგან განაპირობა შემდგომ ქრისტიანობიდან გადასვლა და ძიება სხვა რაღაცეებშიც რეალურად რა. ხო, მესმის. ხო. შემდეგი ის რა იყო? აი რა ინტერესი შენი? ხო, რა თქმა უნდა, ხო, ეგ როგორ გამოვიდა. ხო, რა თქმა უნდა, ოშო. ხო, ანუ რეალურად სხვა ჩერს. ლაზარევი თუ ოშო? არა, ოშო იყო. კი, ოშო იყო პირველი, პრინციპში და გურჯიევი და ლაზარევიც მე შემოვიდა რა. და ხო ანუ ოშოსთან ხა ერთბადა რაღაცას ვიტყვი, ესე იგი ოშოს პირველი წიგნი იყო მაჰამუდრაზე, გაწავიგეთ. ხო, ტილოპას ტექსტი, სკარჩევა და მეორე იყო ეს მდოგვის მარცვალი. ხო. და მდოგვის მარცვალში როგორც ხსნის აპოკრიფულ სახარებას და ქრისტეს როგორც ხსნის, ანუ ამან რეალურად ამომიყირავა წარმოდგენა ქრისტიანობაზე
უკეთეს მხარეში, ასე თქვა, დავინახე რა შეიძლება ყოფილიყო ეს ნამდვილად და შიგნით გულში არაფერი არ მაკავებდა, რომ ესე დამენახა იესო რა და სულ სხვანაირად გაიშალა ეგ ხედვა და ძალიან დამაახლოვა და აი მაგალითად ის გაგება რომ უშუალო ამბობს ხო იცი რომ თქვათ იესო ძალიან რაღაც მომტირალი სახით არის ხოლმე ხშირად გამოსახული და ამ შემდეგ და უშუალო ამბობს რომ ეს იყო ბედნიერი ადამიანი რომელიც ნეტარებით ვიბრირებდა რეალურად და შეუძლებელია ადამიანი მაღალცნობიერებაში იმყოფებოდეს და იყოს რაღაც დამჯგნარი და მოწყენილი და დაღრემელი ხო და ხო მოგეთ ამან ბაგრად შეცვალა შემდეგ მიმართულება ცხოვრებაში. ხო, არა, ოშო კიდე აი ხო არის ისე ახლა რა, ანუ ეხა რაღაც ბევრი რაღაცა გადაფასებული მაქვს რა, ოშოს აი ხა აღდად ვერ ვიტყვი რომ ეხა ოშოსთან ახლოს ვარ რა, кайხანია ოშოსთან აღარა ვარ ახლოს, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ და ანუ ესე რო იციან ხოლმე ზერელეთ ოშოზე თქვა რომ აი კაი რა ანუ ოშო არაფერი არ არის ან ოშო პაპსა თუ კარგი რა ანუ რაღაცა ეს აი სილამაზის ესთეტიკის აღქმა ხო როგორი არსება იყო რა უნიკალური იყო რა ან როგორ მოძრაობდა რა თვალები ქონდა რა ლამაზი იყო ჯერ პროსტა რავი აი და რა განათლება ქონდა ხო ყველა სულიერ ტექსტზე ყველა ტრადიციის უფრო სწორედ ისეთი ღრმა კომენტარები მიცემული ხო ანუ ეხლა მე ნაღდად რა ვიცი ბევრი რაღაცა რაც ჩემთვის მიუღებელია მან და გასაგებია მაგის დამოკიდებულებები მაგრამ ის უნიკალურობა რაც ამ ადამიანს ქონდა და სილამაზე ჰიპნოტური თხრობა რაღაცნაირი იუმორით რაღაც ძალიან საყვარელი იუმორი მიუხედავად მერკური თხის გაიყო და ყველას განსჯიდა გურუების მტერი იყო და მასწავლებლების ნუ ეგ ხა გასაგებია რა მაგრამ ნუ არ ჩემთანაც ძალიან სამბეჭდავი იყო საბეჭდილება მოახ ნუ ნავინი ეგა რავი რა ოკეი არა ეგ ჩვენი დაკავშირებაშიც დიდი წვლილი იქონია რეალურად ოშომ იმიტომ რომ ორივეს ძალიან გვიყვარდა და ბაკგრაუნდზე ვიყავით ახლოს რა მოგწონდა შენ ყველაზე ისეთი აი რა გეოსება გამოუთქმელია სიტყვით რაღაცა სიყვარული მოდი ესე ვთქვა აი როგორც ოშო იტყო და მაშინ ეგრე უნდა რაღაცა მის გამოხედვაში რაღაცა მის მოძრაობაში ჩვენ მე მგონი პროსტა შეყვარებულები ვართ ამ კაცზე ხო ანუ იცი რა არის ახლა ადამიანის შინაგანი მდგომარეობა გარეგანად ვლინდება ესე არ არის რა და ანუ ეს ცოცხალი მისტიური გამოცდილება მოძრაობდა ოშოს სახით და არ ვიცი როგორც საუბრობდა რაც იყო და იცი რა არის იმიტომ რომ ბევრი თეორეტიკოსი არსებობს ბევრი სწავლული არსებობს ყველა ტექსტი შეგვიძლია დაიზეპირო ლოგიკურად გაიაზრო და იქადაგო და შენიდან შეიძლება არც სიცოცხლე მოდიოდეს, არც მისტიკა მოდიოდეს, წვენი სიცოცხლის არ მოდიოდეს, რაღაც არაფერი არ მოდიოდეს და ამ ადამიანიდან იმდენი რამე მოდიოდა. რომ ეტყობოდა, რომ ეს ადამიანი პროსტა სიტყვებზე არ ლაპარაკობს ხმასულიერი გამოცდილებიდან და მე ვფიქრობ, რომ აი დავიჭირეთ მეც და შენც, ასე მგონია და ყველავისაც უყვარს ოშო დაინახა რომ რაღაცა უნახავს ამ ადამიანს რაღაცა შეხებია და ეს შეხება ისეთი იყო რომ მე სიტყვებში მოძრაობაში და ყველაფერში ოშოს ვერ ითამაშებ ოშო ვერ გახდები ესე რომ თუნდაც ესე ნელა იმოძრაობა ვისაც უთამაშია როგორი ფეიქი ყოველთვის ყალბია და ასე შემდეგ ყოველთვის არის აი ჯობდა რომ საერთოდ არ მიეძაბათ ბაძად ზუსტად იმიტომ რომ ოკეი ეს ოკეი თუნდაც ესე ნელა ისაუბრო და ამ შემდეგ სცადე პროსტა რართული და ანუ ამ ხელა პაუზები აიღო სიტყვებს შორის როცა მილიონი ადამიანი გიყურებს და შენ ცენტრს არ კარგავ საერთოდ
აი ეს დაკვირვებების, აი ამ დაკვირვებების გარეშე რო აფასებენ ოშოს რა, აი ცოტა ესეთი რაღაც დაკვირვებების გარეშე რო შეხედო რომ აი რა უნიკალურია და მისტიკური როგორ აკეთებს ამას რა, რანაირად, ანუ ჩვენ რაღაცნაირად ვიღებთ ესეთ ტიპებს, რომ გეგონება, ოფო, ესეც უნდა იყოს რა, აი სადგუროც ერთ-ერთი რა, რასაც ეგ აკეთებს, სასწაული არის ჩემთვის, ანუ ამდენი ენერგია ინდოეთში, ამხელა მოწესრიგებული აშრამის გაკეთება არის მარტო საოცრება. ესე რომ ვთქვა და ესე ტიპებს რა რომ ვიღებთ ესე როგორც მოცემულობას რა მათ შორის არა მარტო სულიერ ლიდერებს აი პოლიტიკოსებსაც დიდ ტიპებს რა რომ ანუ გონია რომ ჩვეულებრივად ხა როგორ ძინავს იმ ადამიანს შენ არ გეძინება ელემენტარულად რაღაცა ჩვეულებრივი სამსახური გაქვს და სახში მოდიხარ ვერ იძინებ ფიქრები გაწუხებს და ტიპს რომ მთელი ქვეყანა აბარია როგორ ეძინება როგორ იღვით ანუ მაგ რაღაცებს ჩვენ ვერ გრძნობთ რა ეს მოცემულობად ო თან ახლა სადგური შენ თუ ერთ თქვა იძახის კაცი რომ 2 საათი მეძინაო ერთი 30 წელიო რა ღამეში და მე ისე განსჭიან რომ პაპსაგურუ და ასე ოკეი come on რა ქვია ანუ 2 საათი გაიძინა აბა ერთი კვირა გადააბი ოშო გასაგებია რა მაგ წიგნი გამოვეცით ჩვენ მაგნოს დახმარებით პირველი ისეთი რა ქვია ოშო ინტერნეიშნალის დამოწმებული წიგნი მანამდე პირადული წიგნი საიდუმლო ისა რა ქვია ოქროს ყვავილის საიდუმლო ხო ეგ და ტრაქტატი რო არის რაღაც მაგის გარჩევები და საოცრება იყო ის რომ გარეკანზე მედალაშა მაგნო იქიდან გვეხმარებოდა და მედალაშა აქ რაღაცებს ვაკეთებდით და გარეკანზე არ ვიცოდით რა გაკეთებინა მამუკამ თარგმნა და ანა თოპურია ხო თოპურიძე ხო მან გააკეთა გარეკანი და არ ვიცოდით რა როგორი ხა დიზაინი კი მაგრამ რა ფოტო დაგვედო და просто დავდიოდით გამომცემლობებში თუ ხო გამომცემლობებში просто დავდიოდი და მაშინ ესეთი პოპულარული არ იყო ხა არც ეზოთერიკა და არც ოშო რა და ერთ-ერთი ტიპის კომპიუტერზე სკროლის დროს просто რაღაცნაირად გაჩერებული იყო ოშოს ის ფოტო რომელიც გარეკანზე ყავდა ხო და ეგრევე დავინახეთ თუ არა მედალაშა მეთქი ეს უნდა იყოს და ეგ დავდეთ რა ერთი პროსტა მე რაც ჩემთან რაც გააკეთა ოშომ ცოტა ისეთი რა მე ლაზარევით დავიწყე და სხვათა შორის მაგას ვიტყვი რომ აი ლაზარევის ვიდეოების ლაზარევის ლექციები მინდა რომ გავაკეთო ახლა ძალიან შთამბეჭდავია მაგაზე თუ მინდა ვილაპარაკოთ ცალკე ლაზარევის კვლევები რა და ეგ ძალიან სიღრმისეულად მაქვს გაცნობიერებული ძალიან დამეხმარა თავის დროზე 22 წლის ვიყავი რომ ვკითხულობდი მაგ რაღაცებს და ეხლა მინდა რომ მაგაზე ლექციები გავაკეთო მაგაზე ცალკე ვილაპარაკებ მაგრამ აი ლაზარევმა რაც მომცა ცოტა ეს ეთიკურობა აი ეს რაღაცა ლაზარევის მერე უფრო ვაკვირდებოდი რომ განჟაში არ ყოფილიყავი უფრო ეთიკური ყოფილიყავი უფრო რაღაცა ეს ვაკვირდებოდი ჩემ მიჯაჭულობები არ მქონოდა რომ ლოცულობდი ჯანმრთელობას კარგად ყოფნაზე კი არ მელოცა ღმერთი რომ პირველ ადგილზე იყო და აი რაღაცა სეტინგებში გამასწორა რა და აი მერე ოშორო შემოვიდა თითქოს მაგრა და აი როგორ იცი აი ყველაფერი გაისროლა ეგ რა და რო გითხრა რომ აი ერთი მაგრად გამაფართოვა ესე თქვათ რა ყველაფერი მოშალა ეს და რომ ბევრი ფორმა შემოიტანა ცნობიერებაში რა მაგრამ აი პრობლემა ის იყო რომ ნაკლებად ეთიკური გავხდი რა ხალხთან მიმართებაში თითქოს გასყივოსდება და всё რა შენ რას იგრძნობ აი მაშინელ ტიპს რო ვახსოვარ ეხლაც ეშინიათ რა ის რაღაც ჩემი გამოვლინებების რა და შენთან როგორი ის ქონა ეგეთ დაკვირვება ხო არ ქონა აი ხო რა ზოგადად რა ის ქონა შენ აი რა დაიწურა რა შენთან რა ესე თქვა თოშოს კითხვის მე და პრაქტიკებს ოკეი ნუ ერთი ეს გამოირკვა რომ ასე თქვა თითქოს შენ არ ხარ შენი ფიქრები ხო არ დამგვირვებელი ხო ცნობიერება რომელიც ყველაფერს აცნობიერებს და ეს ცნობიერება არის ყველაფერი და პირველად ანუ მაგ ოშოს საშუალებით გავაცნობიერე რომ ყველაფერი რაც თავში მომდის ნამდვილი არ არის არ არის აუცილებელი რომ სწორი მსჯელობა იყოს რახან თავში ეს ფიქრი მომდის და რომ არსებობს სივრცე ამის ქვევით და ყოველთვის მაგაზე იყო ხაზგასმა და ანუ მე ოშო
რაშიც დამეხმარა და დამასტაბილურა, იყო ის რომ მან გავიგე რომ აი ეს არის თემა. სულიერი თემა არის ამის გარშემო, ეს არის ცენტრალური რაღაცა და დანარჩენი რაღაცებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარი შეკითხვა არის ვინ ვარ მე და ეს ვინ ვარ მე შენ ხარ ეს ცნობიერება, რომელიც ყველაფერს აცნობიერებს, რომელიც მიღმა არის ყველა რწმენის, მათ შორის შეხედულების, ფიქრის და ასე შემდეგ. ხო და ჩემთვის ანუ ეგ იყო ოშოს მთავარი რაღაც რაც მოიტანა და იცი რა მე ვცდილობდი რომ ოშო როგორც ურჩევდა ადამიანებს ეცხოვრათ ესე მეცხოვრა მაგრამ ვერ შევწელი ვერანაირად ანუ იყავი ბედნიერი მხიარული და ამ შემდეგ ვცდილობდი მაგრამ არანაირ იმდენით გივილი მქონდა იმდენით ტრამვა მქონდა რომ ანუ წლების განმავლობაში უმეორებდი მაგ პოსტულატებს რაც ციგნებში მქონდა წაკითხული და მოსმენილი მის ლექციებიდან უბრალოდ არ მუშაობდა ჩემთვის რა ეს იყო ფაქტი რა რაღაც მეთოდები გჭირდება რომ ამ მდგომარეობამდე მიხვიდეს თქმა ადვილია განხორციელება რთულია ხო კი და კიდე მარტო მედიტაცია არ კმარა რა არ კმარა მარტო მედიტაცია იყო ყველა ტრადიცია შენთან უფრო თავისუფლად შემილია თქვა რა ხა სხვა ჩემი მეგობრები რომ მოდიან მაინც უფრთხილდები ხოლმე ანუ არ კმარა ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ანალიტიკური ფსიქოლოგიის გარეშე შინაგანი ანალიტიკური ფსიქოლოგი პროსტა ყველაფერს მედიტაცია მოგიგوارებს იმისავით რაღაც ჯადოსნური ჯოხივით ეგ გონია ძალიან დიდი ეგეც ის არის ასე ვთქვათ ძალიან გამარტივება საკითხის რა ძალიან ზედმეტად რო ამარტივებს საკითხს იმიტომ რომ იცი რა საერთოდ მაგ შემეცნების გარეშე ანალიზის გარეშეც თუ გნებას გაფსიქოანალიზების გარეშეც ჯერ ეს ერთი თვითონ მედიტაციაში ნარსაც კი ვერ ჩაწვდები ანუ ძალიან ზედაპირულად გექნება წარმოდგენა რა და ამიტომ გეთანხმები რა უამრავი სხვა რაღაც არის კიდევ საჭირო პარალელურად და თან ესე მოჭრილ პრინციპებსაც ვერანაირად ვერ ჩამოწერ რომ ყველა მაი ესე გააკეთეთ ეს წაიკითხეთ ამაზე დაფიქრდით ამაზე იმას და ანუ სხვა ვისთვის რა არის ვისთვის რა არის ეხლა ასტროლოგიურად რო ვთქვათ რა ვთქვათ ვიღაც აღმავალი ყავს ვერძში იმისი მისია და რაც უნდა ექნას როგორც იმოქმედო სულ სხვა არის ვიღაცას აყავს სხვაგან და სულ სხვა არის ასტროლოგში მაგალითად რა და ერთი ვთქვათ ვიღაც გურუებიც ვინც რაღაცას ქადაგებდნენ და ვთქვათ თვითონ იყო ტიპი ვიღაცა რომელსაც ყავდა აღმავალი შვილოსანში მაგალითად და თავისი გადმოსახედიდან ოკეი აი ალისტერ კროული ყავდა აღმავალი ვერძში და ფილოსოფიის მთავარი ის რაც მქონდა მე კარგად არ ვეცნობი მაგრამ რაც ChatGPT-სგან ვიცი მე მგონი ერთადერთია რომელთაც ახლოსაც არ ჩამივილი არის ის რომ განავითარო personal will პირადი ნება ოღონდ ეგოს ნება კი არა შენი სულიდან რა ნებაც მოდის და ხო და რუკას ჩავხედე და აღმავალი ვერძია ჯო ღმერთმა გაუმარჯოს ანუ სწორად იძახის მაგრამ სწორად იძახის ანუ კაი საკითხია ყველას რაღაც დონეზე ეს ჭირდება მაგრამ როგორც ახლა ვერძისთვისებები ვისაც აქვს დასამუშავებელი იმას უფრო მეტად მოუხდება ეგ თვისება და თქვა სასწავლო ვინც უნდა ისწავლოს დათმობა ისწავლოს დიპლომატია და რაღაც ცოტა სხვა აქცენტებია გასაკეთებელი ხო და ამიტომ ძალიან რთულია განაზოგადო რაღაც ცნებები არის აბსოლუტურად ცოცხალი პროცესი პრინციპში მაგაზეც არის ნასაუბრი კიდე ჩემთან ოშომ რაც მომცა აი ეს იმენა აი მართლა ოშომ და ინსტალირა დამკვირვებლის იდეა რა ჯერ რა მან ჯერ იდეით რო დავიწყოთ რომ რაღაცა შენ კიდე ფუნქციონირებს და რაღაცა არის კიდე დამკვირვებელი ანუ რო ანუ აცნობიერებს რომ რაღაცას აცნობიერებს და ანუ უყურებს მოქმედებას რა შენში როგორც ეხლა მე ვლაპარაკობ და რაღაცა კიდე ნაწილი ჩემში არის რომელიც ამ ყველაფერს აღიქვავს რომ ამას ვაკეთებ ესე ვთქვათ რა
ხო, აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, მაგან ძალიან ბევრი. მაგის ეგ მე მგონი სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, რომ დამკვირვებლის ცნობიერება რა, რასაც ჩვენ ეს, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ხანდახან რაღაც ტერმინებს ვიყენებთ, გონია რომ ყველას ესმის რა და რა, ბუნებრივია რომ შეიძლება არ ესმოდეს რა, ან მაგ კუთხით არ უფიქრია ტიპს რა, რავი, არაფერი განსაკუთრების არ არის და შენთანაც იყო ხო ეს და კი. ეხლა ბოლო დროს ეგ სიტყვა აღარ მომწონს დამკვირვებელი. აბა რა სიტყვა? აი, იმიტომ რომ აი ცოტა დუალისტურ კონცეფციას ავითარებს, რომ თითქოს არის გახლეჩვა დამკვირვებელსა და დაკვირვებულს შორის. და აი როგორც სარკეში სარკე თვითონ და სარკის გამოსახულება მასზე ერთმანეთისგან გამოყოფილი არ არის. ხო, ერთდროულად მიმდინარეობს არა. თუმცა სარკე მაინც თავისუფალია გამოსახულებისგან და თავისუფალი როა, მაგის გამო ყოველ წამს ახალი გამოსახულება შეუძლია რომ გამოავლინოს, ხო? მაგრამ ამავდროულად რაც ვლინდება იმასთან არის მუდმივად თან ერთი და თან განცალკევებული, პარადოქსულად. და ეს დამკვირვებელი ცოტა ისეთი არის, მან დავამუღამე, რომ მეც მეშლებოდა და მე უმეტესობა ადამიანს ეშლება ხოლმე, რომ თითქოს თქვათ ეს დამკვირვებელი მოწყვეტილია სამყაროს და არა მოწყვეტილი, ანუ ერთიანობაშია ამასთან, თუმცა რთულია ამას რაიმე სიტყვა უწოდო რა. აღმქმელსაც ვეძახი ხოლმე, ან მხედველსაც ვეძახი ხოლმე, ცნობიერებას ვეძახი ხოლმე. ღია ცნობელობას ვეძახი ბოლო დროს. ღია ცნობელობა. ხო, შვენიერი. ბუდიზმზე რო გადავალთ, კიდე კარგად გავშალოთ ეგ და. შემდეგი ნაბიჯი სად ახარ? რა ხდება ეხა? რეგრესული ჰიპნოზივით არის ჩვენი სესია. ოკეი, თან იქ პარალელურად რაღაც გურჯიევს ვკითხულობ. ნუ აი გურჯიევიც ახლა საოცრებაა. თვით იმას ვცდილობდი თვით გახსენებას და მე მახსოვს დაში ერთხელ. არა, გურჯიევზეც უნდა ვილაპარაკოთ. ვართ რუსთაველზე პარლამენტის წინ გადასასვლელთან და მახსოვს რომ სასოწარკვეთილი ვარ. იმ ფაქტით რომ არ შემილია მახსოვდეს საკუთარი თავი და აი ესეთი ნერვები მაქვს მოშვა და მე ალბათ სადაც ლობიანი ჩამეთ. ალბათ. ან დაულიეთ. ან დაულიეთ ხო? აი ეგეც რავი რა. ეგეთი რაღაცეებზეც აი შენთან მეგობრობა მაგიტომ მიყვარდა რა. რომ ეგეთ რაღაცეებზე შიო ბრაზდებოდა, აი შენ რო ბრაზდებოდი ეგეთ რაღაცეებზე რა, რომ თავი არ მახსოვს და ამაზე აი ხარა ხალხი რო არის რაზია გაბრა მანქანა გამიფუჭდა გაბრაზებულია რაღაც შეყვარებული დამშორდა გაბრაზებულია ის იმას მიქნა ამან გარეთ ყველაფერი გარე და შენი ხავი მე მგონი ერთადერთი მაგ დროს როცა გაბრაზებული იყავი შინაგან სამყაროს მიმდინარე პროცესებზე და ეგ საოცრად შენი გამოჩენაც შემცხოვრებაში აი მალამოსავით მომენტო რა აი მართლა ადამიანი რო იპოვე რო ძლივს ვიღაც ვიპოვე ვინც იწვის ჩემნაირად რა აი ძალიან დიდ რამეს ნიშნავდა ეს ჩემთვის ცხოვრებაში. და ხო, აი ეგ მომენტი რა, უსპენსკის გამახსენდა, ხო იცი? ეს რომ მისცა თვითხსოვნის სავარჯიშო და დაიწყო კეთება და ერთ კვირაში რო გაახსენდა რომ თურმე დავიწყებული ქონდა ერთი კვირა თავი. და ისიც პეტერბურგის ქუჩებში რო დადის რა, ჩვენსავით რო დავდიოდი და დაუსრულებელი სიარული თბილისის ქუჩებში. საერთოდ ის პროექტი Urban Guru რაც ჩვენ გინდოდა გაეკეთებინა, ინსპირაცია მაქედან მოდიოდა რომ ქალაქში რა, ანუ ქალაქში მიმდინარე სულიერი პროცესები რა. და მე გურჯიევთან ეს ჩვენი სიახლოვეც ეგ იყო, რომ გურჯიევის სულ ქალაქის ისინი რა, თავგადასავლებია, ამ ქალაქში მახსოვრობა და კაფეებში მიცემული სწავლები. ხმაურიან კაფეებში მიცემული სწავლებები და იქ თვითმახსოვრობის ისინი და მეც აი დაჟე ისინი მქონდა რა ქვია. ანუ ორი ეს ერთად გაკეთება არ შემეძლო რა. ან თავი უნდა მგზნობოდა და უფუნქციო ვიყავი. ან თუ რამეს ვაკეთებდი, ჩემი თავი მას თლიანად მოვიწყდებოდა. Same here. ხო, არ გურჯიევით რა მოვლენა არის. არ ვიცი. თან რავი მართლა. გიყვარს ხო შენც? კი, აი რა ვიცი, თან ანუ როგორც ქართველი ადამიანი თითქმის. ხო, რაღაც ანუ კავკასიელი. კი, კავკასიელი რა. ეგრე ვთქვათ. ხო, რა კავკასიელი, ქართველი არ იყო ალბათ. და
ხო და მე ხო გადმოცემის მანერაც თქვათ როგორც მუშაობას უდგება ადამიანი მანქანა. ხო მანქანა. აუ ეს ძალიან ნაწილები და რაღაც და იცი რა ამ ფსევდოს ატარებდა სიმძიმის ადამიანის მოცემულობის და აი რაღაცნაირად რო აცნობიერებ შენს მექანიკურობას, სრულგან პირობებულობას. სადაც აი თავისუფლების წილი ძალიან მცირე არის. და ვიღაცა ამას გაჩვენებს და გელაპარაკება, რომ ნახე როგორი შეზღუდული ხარ, როგორი განპირობებული ხარ, რა მექენი ამის შესახებ. ძალიან ახლოს მოდი. ხო, და რა ეპოქაში იყო? ანუ ომი იყო რა, ომი იწყებს სოფლიო ომის დასაწყისი იყო და ის ეხა რა ხდება ხოლმე პოლიტიკური დაძაბულობა როგორი ფსიქოზია და რაღაც ერთმანეთს და იქ ხარ სოფლიო ომის და იქ მიდიოდა ძალიან მაგარ მოსწავლეებში, აი ტოპ მოსწავლეები ყავდა მართლა პოტენციალით. ანუ იმდროინდელი ევროპის ელიტა იყო, ინტელექტუალური, ხო, ინტელექტუალური და რა ვიცი, რაღაცა ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი, ან მთელი აღმოსავლეთ მთელი ევროპის და აზიის ნაწილის, ესე ვთქვათ, რა აი ძალიან დიდი ხალხი ყავდა რა გარშემო და მიდიოდა ეს ჩაჭერილი მუშაობა ძალიან მკაცრით და აი გურჯიევში გძნობა აი ქრისტიანული ისა ეზოთერული ქრისტიანობა რო არის რა იმიტომ რომ სევდას მაინც აი მტკივილს ატარებს კაცობრიობის იმისა მარტო ექსტაზი და ის არ არის რა ანუ ხო მართალი საერთოდ არ არის კი თან ოშოს რომ მოსწონდა უცნაური არის ანუ ოშოს ხო რაც ექსტაზი მაგრად ევასებოდა და ამ დროს ეს უყვარდა ყველაზე მეტად რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არაექსტატური გურუ იყო ვინც არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში. კაი დაკვირვება არის ყველაზე ნაკლები თუ ვინმესგან ექსტატური მდგომარეობებზე ლაპარაკობს ან მიესალმება იყო გურჯიევი ხო და არც ერთი ქრისტიანი ბერი სხვათა შორის რო შეხედო ექსტაზე რო უთხრა რომ ექსტაზში ვარო შეიძლება გამოგაგდონ იქიდან ხო ხდებია გამოგილოცო გამოგილოცო შეპრობილი ხო არა ისე ახლოსა შემდეგი რა ხდება შენ იცი რა არა მოიცი ზმარტხილობიდან ვები უკვე უი რას ლაპარაკო სიყვარულის პრაქტიკა შემდეგი გაჩერება ოლმეკი. კი. ჩვენი საყვარელი ოლმეკი. კი. რა აი მან რა მოგცა მაგ. და იოგა. არა ხო, ერთად შემოვიდა ხო, ოლმეკი და იოგა ერთად შემოვიდა. ერთად დაიწყო ხო, ანუ ნუ რავი, მან დავიწყე რეალური მუშაობა რა. იქამდე მქონდა უბრალოდ გაცნობიერება ამ სიტუაციის და ამ უძალობის და უღონობის გან შეწუხებულობა რომ რა მეშველება უბრალოდ რაც უდღეში ვიმყოფები და ნუ იოგამ იქ ცოტა სხეული მოხდა იქ რაღაც სიგარეტის მოწევას თავი დავანებე იქ რაღაც კვების გათვალისწინება დავიწყე მე ვეგეტარიანელი გავხდი ხო ანუ სმას თავი დავანებე და ამ შემდეგ ანუ რაღაც სხეული შეგრძნება უკვე იოგა ანუ ხო როგორ აი ძირითადად რატო მოიხიბლე იოგით მე რომ აი იოგის მასწავლებელი გახდი ამ ხელა ეფექტი რა მაგალითად რატო არ იყო ციგუნზე რა რატო იყო იოგაზე მაინც იცი რა არის ყოველ შემთხვევაში შეიძლება დათო როგორც მოვწვდი არ ვიცი იცი კონცეპტუალურად არ მწამლიდა არაფრით ანუ ეს არ იყო რაღაც სარწმუნოება ჩემთვის არ იყო იდეოლოგიური რაღაცა მაშინ ოშოს იდეოლოგია იყო ბექგრაუნდზე და ამის კეთება დავიწყე და მოკლედ ის ექსტაზი და რაღაც რასაც ამშო ამბობ და ვიგრძენი რა იოგას რო ვაკეთებდი ხოლმე და მათეც მახსოვს მე და მათესაც გვივარჯიშია მაშინ ერთად და იქ მე რო გავდივარ და ეს და რაღაცები ხდებოდა პროსტა იმის გამო რომ ვარჯიშობ და ენერგიები იღვიძებს ხელში და სასიამოვნოა და რაღაც და არა მაკედან დაიწყო რეალური კრისტალიზაცია შეგვიძლია დავარქვათ მაგას ცენტრირება თვითცნობელობის ხარისხის განათების მომატება თუ გნებავს და მე შემდგომ უკვე სიყვარულის პრაქტიკა დააყენო სიყვარული ყველაფერზე წინ. ყველაფერზე წინ. ასე ვთქვათ, შენს
პირად ინტერესებზე წინაც. ხო. და მაგან მართლა ქვეცნობიერში მაგრად გადააწყო. ოკეი, ეს არის რაღაცა ისეთი ცენტრი, ასევე ეს სიყვარული, რომ არასდროს არ გიღალატებს. არასდროს აღმოჩნდება ცუდი რაღაც. ვერასდროს ვერ მოტყუდები. ხო. რომ აღმოჩნდეს, რომ ეს სიყვარული აღმოჩნდა ცუდი რაღაც. ხო, არა. ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაც. ვერ წააგებ სიყვარულის ენერგიას. შეიძლება ბოლომდე ემდო. ოღონდ ერთი მომენტი არის, რა სიბძნეც თანაბარ მნიშვნელოვანი ხო, აი მოინტერესებს. ეხანდელი შენი გადააზრებით, ეხა? კი, იმიტომ რომ მართლა აი სიყვარული სახელით ძალიან ბევრი ბოროტება არის კაცობრიობაში ჩადენილი. და პროსტა მაგით რომ ვიღაცას თავისი ოჯახი უყვარს და თავისი ერი უყვარს და ნაცია და ასე შემდეგ, ამის საშუალებით მსოფლიო ომები არის. ან იდეალი ნებისმიერი იდეალი. ან იდეალი რა. რაც გინდა და არ ქვია. ეგ ნიშნავს რომ ანუ ამ სიყვარულის განცდით და როგორც ცოტნე ამბობს ხოლმე გულში ჯიღის ცემით შეიძლება ბოროტებას ემსახურო რეალურად. ამიტომ ჭირდება სულიერი თვალიც გახსნილი, სიბრძნის თვალი. ხო და ნუ ეს ორი ერთიანობაში რა, ეხლა ეს რა თქმა უნდა არ არის განსჯა და რაღაცეები, მაგრამ რაც არის ავთენტური სიბრძნე, რომელიც რეალურად სიყვარულისგან განუცალკევებელია რა. ანუ რაღაც ღრმა დონეზე არის სიყვარულის სიბრძნე. ხო ხვდები, იმიტომ რომ აი როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი ნამდვილად ზედაპირულად. თუ არ გესმის მისი არსი რა არის, შენი არსი რა არის. არა, განსჯაში წაყვა ყველა ვარიანტი. პროსტა თვით ჰიპნოზი. კი. და მე წამოვა ის რომ აი ფული უნდა ვიშოვო თუ რაღაცა და პრაქტიკა ვაკეთო და ფულს მომიტანს თუ რა კარგი რა ეხლა რა არსობს აბსოლუტური ზედაპირული და ანუ ადამიანის შინაგანი გაგება რო არ შეგიძლია არსობრივად რა არც გიყვარს მისი არსი რა იქიდან მე პროსტა სიტყვას რო არ ახუნებ მე ეგეთი რაღაცები მინუსი ეგა აქვს თორე მილიონი პლუსი აქვს რომელიც ძალიან მაგარი არის და ძალიან დიდი მადლიერებას იმსახურებს ეგ ძალიან დიდს და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მინუსი ყველაფერს გააჩნია აბსოლუტურად. მარტო ის არ არის, რომ მარტო თქვა სიყვარულს გააჩნია ეგ მისულს. ყველაფერს ფრაგმენტულად აქმნ ყველაფერს. ნიშნავს, რომ უკვე თავის თავში მოიცავს გარკვეულ მინუსს, გარკვეულ მხარეს, რომელსაც ჩვენ ვერ აღიქვავ. და შენ ის რომ ვერ აღიქვავ, არის ჭრდილი, რომელიც აუცილებლად შექმნის გარკვეულ პრობლემას. ხო. სიზმართხილვას საკეთებდი, მაგ დროს კიდე შენ სიზმართხილვაზე რა სიტყვი? რა არის შენთვის სიზმართხილვა? ნუ მოდი ესე ვიტყოდი, ეხლანდელი გადმოსახედიდან გეტყვი რა მგონია მე სიზმარხილვა. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ეს ცნობიერების ინტენსიურობა მატულობს, ბუნებრივად ხდება დილის და სიზმრის გაცნობიერებაც. რამდენადაც გაცნობიერებული ხარ დღის განმავლობაში, იმდენად გაცნობიერებული შეგიძლია იყო მაშინაც, როდესაც გძინავს თითქმის. და ეგ მგონია სიზმრის იოგის და ძილის იოგის მთავარი დანიშნულება, რომ ეს გავარჯიშებს თან რეალურად სიკვდილში მართლა, იმიტომ რომ სიკვდილი ისეთი მოდუნება არის, რომ ძალიან ადვილი არის იქ გაითიშო უბრალოდ ცოტა ხანი შავი ეკრანი მიმდინარეობდეს რამდენიმე დღის განმავლობაში და ანუ ეგ არის ძალიან ნატიფ დონეზე ცნობიერების შენარჩუნების მექანიზმი, ალბათ ნომერ პირველი ეგ არის ჩემთვის და ასევე ნუ ბევრი რაღაც სხვა შორის ბევრი რაღაც მინახავს, ბევრი რაღაცები მინახავს, რაც სიზმარში მომხდარა ჯერ და მე რეალობაში. რაც გაჩვენებს, რომ სიზმარი, როგორც ასევე ქვეცნობიერი დუგნებავს, არის კოლექტიური ცნობიერებასთან წვდომის მექანიზმი. სადაც შეიძლება დრო აღარ არის წრფივი და შეიძლება რაღაცები ერთად ხდებოდა, თქვათ ეს იუნგის იმას გიყვები ახლა თქვათ თეორიას, ხო? და ნუ რაღაც მისტიური გამოცდილებების წყარო შეიძლება იყოს. საფრთხე დავან ეხლა რო უყურებ. მნიშვნელობის მინიჭებებში. ჯერ ეს ერთი სიზმარს რო ნახულობ რა ინტერპრეტაციას უკეთებ მას. რომ ისე არ დაინტერპრეტაციო, როგორც შენს ეგოს აწყობს. ხო,
ეს იმიტომ რომ ბევრი ეგეთი სიზმარი მქონია, სადაც მე შენ რა დიდი ტიპი ხარ. ხო. პროსტატ გესიზმრება, იმიტომ რომ გინდა მაგის მოსმენას წინაპირში. და არაფერს არ ნიშნავს ეს. ეს ერთი დონე და ეგოდან ინტერპრეტირებული ისინი სიზმრები, რომელიც რო დაუკვირდეთ ცარიელი სულიერი ეგო არის რა. იმიტომ რომ სიზმრებში ძირითადად ტრანსფორმერი ხარ ბაბა იაგა ხარ, ისა ხარ და იქიდან რომ აუ რა მაგარი. ხო, იმიტომ რომ აქ გაგლია მაგის განცდა რომ ეგეთი მაგარი ხარ და როცა გძინავს ეს ბუფერი შემცირებული არის, გვეცნობია შეუძლია ყველაფერად წარმოიდგინოს თავი, რაც უნდა ასე ვთქვათ, ხო, ანუ სიზმრის ვთქვათ, ფსიქოანალიზის კუთხით, ანუ სიზმარიაში ძირითადად ადამიანი იგმაყოფილებს იმ მოთხოვნილებებს, რომელსაც დღისით ვერ იგმაყოფილებს. ესეც არის სიზმრის ერთ-ერთი ნაწილი. კი. კიდე რა არის, იცი, ჩემი დაკვირვებით, ანუ ტრანსცენდენტულ ბუნების გაცნობიერების გარეშე. შენი ტრანსცენდენტული ბუნების, აი იმ სიჩუმის, სიღრმის და სიჩუმის გაცნობიერების გარეშე. ამ გამოცდილებების გარეშე სიზმართილის პრაქტიკა არის ძალიან საფრთხო. იმიტომ რომ ძალიან მალე შეიძლება დაიკარგო ამ ოკულტურ ზმანებებში და ვითომ რაღაც თავგადასავლებში და რეალურ ბუნებას შენ აი სიჩუმე რა, ანუ შეიძლება არახუნო რაღაცეები, სიტყვები და ისინი, მაგრამ არ მოდიოდეს რა შენგან სიჩუმე, იმიტომ რომ არ გაქვს რა ის არსობრივი ტრანსე ხო ხტები რასაც გქონდა. იმიტომ რომ რეალურად ესე იგი ჯერ მოდი რაში ხარ გაჭედილი. ჯერ ხარ შენ პერსონაჟი ადამიანი გაჭედილი. შენს ნიღაბში, შენს ეგოში ხარ. ჯერ ეს იდენტობა გაქვს. მე ვთქვათ ახლა სიზმარში კიდე რაღაც იდენტობაში ხარ გაჭედილი. რომელიც კიდე თუ რაღაც ისეთები გამოგეცხადა ღმერთმა არქნას, იმიტომ რომ დიდი შანსია რომ ხიბლში ჩავარდე და მაგაზე საუბრობს ყველა. ანუ შტაინერიც მაგაზე საუბრობს, მოგწონს თუ არ მოგწონს. ყველა ქრისტიანი ბერი, ყველა ბუდისტი ბერი. არავინ არ იმაშო, იმიტომ რომ იცი რა, როცა რაღაცა დროზე ადრე ხდება, და უამრავი რაღაც ხდება დროზე ადრე, იმიტომ რომ ცნობიერებაში არ არსებობს linear ტიპი არ არის ცნობიერება. აქედან გამომდინარე დიდი არის შანსი რომ შენ ყალბი იდენტობები შეიქმნა. და შენ რაც თქვი, ეგ არის ნამდვილი თავშესაფარი, რომ არ გაიგივდე ამ შენს ყალბ იდენტობებთან, რა თუ ეს სუფთა ცნობიერებას ვერ აცნობიერებ, რომ მე ვარ ეს სუფთა ცნობიერება. მიღმა ამ როლების და ეს ჩემი ისინი იცვლება, კაცო, განვითარება აქ, ეს არის, ის არის, ახლა ძალიან თუ ამაზე ფიქსირდი, შენს გარეგნულ გამოხატულებაზე, ძალიან დიდი შანსი საფრთხეს ქვეშ ხარ. ეთანხმება. ხო. და ნუ თუ ეს რაღაც სწორი მასწავლებლის ხელში და შენ თონას თუ იმსახურებ ამას, იმიტომ რომ ხა ის მასწავლებელი ცუდი იყო, მე კარგი ვიყავი, მაგის არ მჯერა. როგორც პირიქით არ მჯერა, რომ მოსწავლე ცუდი იყო და შენ მაგარი ხარ. ანუ შენ სარკეა რა. ძალიან დიდი რაღაცების წყარო შეიძლება იყოს რა. ეხლა ლამალინაცაც რო უსმენ და როგორ და ისედაც ბევრი სხვა მიმართულები, თუნდაც გნოზისი როგორ დაიწერა იმას მხრიდან და რამხელა, რამდენი წვალება აქვს იმას ჩადებული იმაში, რომ გნოზიში სუფთად ყოფილიყო გადმოცემული ინფორმაცია, იმიტომ მე მაგის მოწმე ვარ პირველი წიგნიდან, რამდენი წვალება უნდა და რამდენი გადამოსვლა მეოთხე წიგნიც მაგიტომ აღებული, რომ იქ შეიძლება რაღაც ისე არ იყოს, თქვათ, ელემენტარული რაღაცები შეიძლება შეცდომა იყოს. აი, თუ ეგეთი მიდგომა არა გაქვს და თუ აჟიტირებადი ხარ, ადვილად აჟიტირებადი, ძალიან დიდი საფრთხეა. თუ არა, საოცრება რა, მართლა საოცრება, ესე ვთქვათ. გავწდეთ ამ თემას, არ შევაშფოთოთ გრძნობიარე არსებები ამ თემაზე. შემდეგი ის რა იყო? ტრანსცენდენტული მედიცინա. უი. მაჰარიში. საშა. აუ, საშა არ ვიცი. საშა, შენ რაც გადაგხდა, ეხა ეს ამას ცოტა ისე უყურებთ რა. ჩვენ ცოტა ეს რაღაც მიჩვეულები რო ვართ ამ ექსტრემალურ რაღაც ფსიქიკურ მდგომარეობებს და რაღაცებს, აუ იცი, ცოტა შეიძლება გატრუხებული გვაქვს ვითომ რაღაცეები რა, მაგრამ რავი, ხა ჩვეულებრივი ფსიქიკას ტრავმა ადგება რა და ეხლა შენ მასწავლებელი რომელიც ჯერ რავი ძალიან უყვარდი და ჩვენ უყვარდით ყველანი ესეთი სიყვარულით მე არ ვიცი რავი ეგეთი
ესეთი უპირობო სიყვარულით და ეს ძალიან იშვიათია, ძალიან იშვიათი არის, ეგეთი ადამიანი თვითონ როგორც იყო საშა, ეგ ადამიანი ხელში ჩაგაკვდა. ხო, ეგრე იყო. ანუ შენ ხელში დატოვა სხეული, რავი. ბოლო ადამიანი ვიყავი, ვისაც თვალებში ჩახედა. ესე იყო. ხო, ნუ საშაზე ხა იმას ვიტყვი, რომ ჯერ ესე იგი მაგის მერე, ასე ვთქვათ, ოკეი. ეს დამკვირვებლის თემა ცოტა შესუსტებული იყო ამ სიზმარხილობის დროს და საშა რო გავიცანი. საშა იყო ადამიანი, პირველი ცოცხალი ადამიანი, ვინც დავინახე ოშორაზე საუბრობდა, რომ ეს დამკვირვებელი ცნობიერება, გაცნობიერებულობა, რომ ამ ადამიანს ეს აქვს ძალიან დიდი ხანი ნაკეთები და ხედავდი რომ მედიტაციას ცხოვრობს ეს ადამიანი და შედეგები. თქვათ, რა შეიძლება მოხდეს, ანუ ნამდვილი ცოცხალ რაღაცას წავადექი, იქამდე ეგეთი ტიპი რო ხა 25 წელი საშა მედიტირებდა ყოველ დღე და მასწავლებელი იყო მედიტაციის, ანუ ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი მისტერია, რომ ოკეი და ძალიან ოთახი გახსოვს? ოთახიც მახსოვს და სუყვითელი რო იყო. გზისფერი. ისანში წარმოიდგინე მეტროსთან ყველაზე ყაყან ადგილას, სადაც რავი რა უნდა იქ რო ჩქარა ერთი სული რო გაქვს რო შეიძლება გაიარო. იყო მედიტაციის ცენტრი და მაგის სახლი, სადაც იყო სხვა განზომილება. კი, და კითხვებს პასუხობდა დაუსმელად. ხო. ეს იყო საოცრება, რომ თავში კითხვა მომდიოდა და მაგაზე საუბარს იწყებდა ეგრევე. ხო. ბევრი დილეის გარეშე, რამდენიმე წამში. და ეს ძალიან ბევრჯერ შემემთხვა. ხო. რავი რა. ხო, თან მართლა ისეთ სიყვარული, ისეთი სისუფთავე, ისეთი სიწმინდე. ისეთი განსჯა ნული. დაჟე ნულს ქვემოთ, დაჟე განსჯა მაგის რავი, ეგ საშა და განსჯა არ ვიცი რა არის, საერთოდ არ არსებობდა მაგის არსებაში ეგ სიტყვაც და ეგ იდეაც ვაფშე. ანუ ესეთი მიმღებლობა მოსწავლის კი არა, ყველაფრის და მასწავლებელი მოსწავლეების, ანუ ტოტალური მიმღებლობა. მე მახსოვს რომ რაღაც მაგრა არ შემოყოლი მაგ უცბად ვიტყვი NCR-ის გაკვეთილზე უნდა და დავსწრებოდი. აი ძალიან უნდა რომ დავსწრებოდი და რა მე მაშინ ჩემ გონკებში ვიყავი და არ მივდიოდი ხოლმე რა. და არ მივდი ერთხელ მითხრა, ორჯერ მითხრა რაღაც და მე მითხრა რომ აი მოდიო რა, ძალიან მაგარი ონისე. და ონ ისე მითხრა რომ აი უნდა მივსულიყავი რა და ეხლა ნანობ კიდევაც რომ არ მივედი რა, იმიტომ რომ ეხლა კარგი რა, ეხლა ადამიანს რომ ესე უყვარხარ მიდი რა, მაგრამ ნუ აი ესე მოხდა და შემდეგ მარჯანიშვილზე აკოსთან ავდივარ და ეხლა ვიცი რომ შემხდება და რაღაცა უხერხულობის განცდა მაქვს რა, ეს სპაზმი მაქვს რომ ეხლა ადამიანმა ესე მთხოვა და მე კიდე რაღაცა და აი ველოდები რომ თვალები რო ერთმანეთს გაუსწორ რაღაცა ხო შეიძლება ან ისე რა მილიონაირად შეიძლება გაგზნობინოს ადამიანმა რომ კარგი რა ეხლა აი ნოლი მანდაც საერთოდ აი დიდი სიყვარულის შეხვედრა იყო ის დღეც არაფერი ისეთი რომ აი რაღაცა დანაშაული შეგრძნება რომ ნიკაიცი შე რა გამაზე ან რაღაც ხო ჩვენ რაც გვაქვს რა ზოგ საშას ქონდა ეგ რაღაც დარეალიზებული რომ ადამიანი გადის ცოცხალ პროცესს ხან სტრესების ამოსვლას ეძახდა მაგას ხან რაღაც სხვას მაგრამ ეგ ქონდა რომ ადამიანი გადის რაღაცას რომელსაც ვერ გადაახტება, რომელიც უნდა გაიაროს, რომელიც მისი დარმა არის და ენდობა იმ პროცესს, რომელსაც ადამიანი იმყოფება. რა კაი ახსნა. ო, არა, ეგრე იყო რა. რომ ხვდებოდა რა, ოკეი. ადამიანს სჭირდება ეხა რა გამოცდილებებსაც გადის და თუნდაც სიგიჟეები ხო? თუნდაც სიგიჟეები და даже თუნდაც თელი ცხოვრება ამაში გავიდეს. და თუნდაც დაბალ ვიბრაციული. თუნდაც დაბალ ხო, ეს თუ ეს გჭირდება შენ იმისათვის და გჭირდება იმისათვის რომ შენ ჭეშმარიტ ბუნებას დაუბრუნდე. როგორც ის არის შეცდომილი სიგავი, ხო? და მაგიტო ხო ანათქვამიც ასევე იესო რომ გამოისყიდა ყველა ადამიანი გამოსყიდულია, ყველა ადამიანის ცოდვა თავიდანვეა გამოსყიდული, ხო? ჯოგლებრივი ქრისტიანული ფილოსოფია რაც არის რატო? იმიტომ რომ თუ გჭირდება ეს ცოდვა შენ შესამეცნებლად და სხვა გზა თუ არა გაქვს, აბა რა, ესე იგი ეგ ყოფილა კოდი, რომელთაც დაწერილი ხარ ადამიანი ღმერთის მიერ.
რომ უნდა დაეცაე, უნდა რაღაც იბნელეშიც შეხვიდე, შენი რაღაცებშიც იყო და ასე შემდეგ. და ნაპატიები ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგის გარშე ვერ განვითარდები. და მე ვფიქრობ, საშას ეგ ძალიან ღრმა დონეზე ესმოდა და გძნობდა მაგას, არა მარტო ინტელექტუალურად უჯრედულ დონეზეც რა. ხო. თვითონ TM-დან რა მოგცა? TM რაც მომცა არის ის, რომ ოშო რაზეც ამბობდა, დიანა, სამადი და ასევე მე იოგას ვეცნობოდი უკვე, რაც იოგურ ტექსტებს, ხო, bears ხო, თქვა ხათხა იოგა პრატიბიკა, შივა სამხითა, ქერანდა სამხითა, რაღაც ისინი რაც იყო, ბაგავად გიტასაც ვკითხულობდი და შემდეგ ყველგან იყო აღწერილი რა არის დიანა, მედიტაციას ეძახიან და ამ დიანას მომწიფება სამათი. და ყველა აღწერით რაც იყო, ეგ მაგაში ვიყავი, როდესაც ვაკეთებდი. ეს მაშინ ხა ოშოს აქ ცოტა არასწორად ნახმარი სიტყვა სამათხი. მოდი ეს უნდა ვთქვათ რა, ეხა ოშოსთან სამათხი ნიშნავდა გასყივოსნებას, საიდანაც ვერ ჩამოვარდები. ხო. და არ არის ეგეთი რაღაცა სამათხი ინდურ და ვედურ ფილოსოფიაში. არ არის ეგეთი რაღაცა. კი, არის სამათხის ისეთი სტადია, რომიდანაც ვეღარ გამოხვალს, თქვა დარჩები, მაგრამ თვითონ ეგ სიტყვა სამათხი, გაწონასწორებული ინტელექტი, ხო? ასე თქვა დამშვიდებული გაწონასწორებული ინტელექტი არ ნიშნავს იმას, რომ შენ გახდი ბუდა, მაგრამ ნიშნავს, რომ შეეხე ამ მდგომარეობას და პირველად ყველაზე ღრმად და ხშირად და ყოველდღიურად ვიყავი მაგ მდგომარეობაში და მქონდა კუნდალინის გამოღვიძების გამოცდილება. ეხლა ცხოვრებ, ძალიან ბევრი რაღაც კრიტიკულად მაქვს გადააზრებული, მაგრამ რასაც ეძახიან კუნდალინის გამოღვიძებას რა ისენიც აქვს ასე ვთქვათ თვისებები, რაც ემართება ადამიანს, ზუსტად ეგ რაღაც ხდებოდა ჩემს ცნობიერებაში. ვერ ვიტყვი, რომ ამის შემდეგ ვთქვათ რაღაც ამიყვანა და დავრჩი აყვანილ მდგომარეობაზე. არა, მაგრამ it's okay, აბსოლუტურად ასე ვთქვათ, ხო, რეალური მედიტაცია რაც იყო, ასე ვთქვათ, ხო, რაზეც ბევრი მქონდა ნაკითხი, გამოცადე, ვიგრძენი, აი ეგ მოიტანა ტრანსცენდენტულმა მედიტაციამ. ხო. ხო, მაშინ ახლა ლოგიკური კითხვა მაქვს. რატო დაანებე ტრანსცენდენტულ მედიტაციას თავი? Okay. ტრანსცენდენტულ მედიტაციას თავი რატო დაანებე? მოდი ესე ვთქვათ, ტრანსცენდენტულ მედიტაცია იდეაში უნდა აპრაქტიკო 20 წუთი. ხო, დღეში ორჯერ. თუ უფრო მეტ დროს აპრაქტიკებ, შეიძლება არც ფიზიოლოგიური და არც ფსიქოლოგიური კაი რეზულტატები ამან არ გამოიღოს. ამაზე საუბრობენ თვითონ მასწავლებლები, ხო ესე? და მე რაც ყურვილიც მქონდა და შენ რაც ყურვილიც ახსენე ჩვენი საუბრის დასაწყისში, ეს მეუბნებოდა, რომ მე მინდა რაღაც პროცესში ვიმყოფებოდე 24 საათის განმავლობაში. და 24 საათი ვაკეთებდე მედიტაციას და არ მაზიანებდეს ეს 24 საათი რაღაცის კეთება და ბოლომდე მინდა დავინტეგრირდე ცხოვრებაშიც მქონდეს ფეხი გადგმული, სამანთხიშიც მქონდეს ფეხი გადგმული, ინტეგრაცია გავაკეთო სულიერის და მატერიალურის და არანაირად არ განვიცდიდე სულიერ შიმშილს, რომ რაიმე სულიერი საკვები მაკლდება და ამავდროულად ვიყო ფუნქციური, პრაქტიკული, პრაგმატული, მოქმედი და ასე შემდეგ. და ამის მოცემა არ შეუძლია ტექნიკას. ხო. ტექნიკა ძალიან კარგი რამე არის, მაგრამ ამისათვის გჭირდება რაღაც ფართო სისტემა უფრო. შეგიძლია შენი დააწყო ეგ სისტემა, მაგაზში ასე თქვა თავისუფალი ვარ. შეიძლება რამე სისტემა მოგეწონოს, სხვა, სუფიზმი მოგეწონოს, დაოიზმი ან ბუდიზმი ან რაღაც და ამ შემდეგ. მაგრამ გჭირდება ადამიანს რაღაცა, რომელიც მოგიცვავს თავიდან ბოლომდე. თუ ეს მოთხოვნილება გაქვს და თუ გინდა რომ ასე ვთქვათ, ცოტა ჩქარაში რას გულისხმობ, იცი რომ შენი სულიერად რო იყო დაწყურებული. ხო.
ხო, მე გასაგები. და მახსოვს და ინდოეთში რო წავედი. მახსოვს რა იმპულსით წავედი. მეთქი მინდა რაღაცა ისეთი ვიპოვო, რომ 24 საათი ვიყო მედიტაციის მდგომარეობაში. ინტეგრირება, აი ძენში რაც ძახავდნენ ხოლმე, რომ დაგავე მედიტაციაში, ჭურჭელი დარეცხე მედიტაციაში, ესქენი მედიტაციაში, ისქენი მედიტაციაში და ეს ოშოდანაც ხომ ახსოვდა და მეთქი ეს თუ არ მოხდა, ანუ კარგია ეს ისა, თქვა დროებითი შეხება, მაგრამ არ მყოფნის. თუმცა ძალიან დიდი გამოცდილებები მაქვს მიღებული ისეთები, რომ აი პროსტა აი ვერც რომ მოყვები რა, აი აბსოლუტურად ფსიქოდელიური რიბებში ვარ ნაყოფი. ისეთი რაღაცეები და ერთად ქონია და კიდე სხვა მეგობრებთან მერიდება ცოტა მაგ ექსპერიენსს. ეგენი რაც ნალაპარაკები გვაქვს, ნალაპარაკი. მაგაზე ჩემი აზრით აღარ შეიძლება საუბარი საერთოდ რაღაცა იმდენად ინტიმური გამოცდილებები, ისეთი ცნობიერების მდგომარეობები, რომ საიდუმლოდ უნდა დარჩეს რაღაცეები. კარგი. ეხლა რა ტრადიციაშიც ხარ, ესე ვთქვათ რა. მაგაზე გადავიდეთ. ვიცი რომ კიდე სხვადასხვა გამოცდილებები ქონდა აქამდე, მაგრამ აღარ დაგკლი ხა იქ იმაზე საუბრით რა. ეხლა რაც ვიცი, შენგან ის არის რომ ბუდიზმთან დაახლოვდი ძალიან მაგრად. მახსოვს ჩვენი საუბარიც, სხვათა შორის, რომ აი რა ვისთან ხარ ახლოს რაღაცა და მაშინ არ იყავი ესე, მაგრამ თითქოს რაღაც მივედით იქამდე, რომ აი ბუდა შენთვის იყო ყოველთვის რაღაცა გამორჩეული რაღაცა და ეხლა ნუ მანდ ხარ დავიდან ბოლომდე და რანაირად აღმოჩნდი მან. ოკეი. ნუ მოდი ჯერ პატარა გადახვევას გავუკეთებ მაგ საკითხიდან რა. და მე მაგას მიუბრუნდები. ოკეი. ნახე ეს ტრადიციები რაც არის რეალურად ჩემი გაგებით მართლა საბოლოო ჯამში ყველაზე ღრმა დონეზე არის აბსოლუტურად ერთი, ასე ვთქვათ რა. და არის უბრალოდ ბევრი სხვა ტერმინოლოგია. ოკეი, არის რადიკალურად სხვანაირი სწავლებებიც, არის ეგეთებიც. ფაქტია. მაგრამ სწავლებების უმრავლესობა მისტიკური ბუდიზმი, მისტიკური ქრისტიანობა, მისტიკური თქვათ ინდუიზმი, მისტიკური ისლამი. მისტიკური რაც არის, ყველაფერი ეთანხმება ერთმანეთს. სხვა სიტყვებით აღწერს რაღაცეებს რა. ამიტომ ასე ვთქვათ, მე ვერ ვიტყვი რომ შემეცვალა რწმენა, ასე ვთქვათ, იმ ხრივ რომ ისევ იმ რაღაცის ძამს რაც ოშოსგან გავიგე პირველად რაც იყო რა. უბრალოდ ვთქვათ ბუდიზმი ჩემთვის არის პრაქტიკული მეთოდი რომელმაც დამიწყურა აი ის ასპექტი რაცაც გეუბნებოდი რომ მინდა 24 საათი ვიყო ამ თემაში. და ასე ვთქვათ ეგ რაღაცას მაძლევს იმიტომ რომ აქ არსებობს რაღაც გარკვეული მექანიზმები რომელიც აი როგორც აი შეყვარებული რო ხარ და შეყვარებული აი რო იწყება შეყვარება და თლიანად მოცული რო ხარ ხო იცი ასე ვთქვათ ფიქრობ მასზე ხარ მასთან ერთად და ანუ ეს სიყვარულის გამოცდილება ისეთი არის რომ ბოლომდე ხარ ჩართული აი ესეთი რაღაცა არსებობს ასე ვთქვათ ბუდისტურ ტრადიციაში ეგეთი რაღაცაც ვიპოვე რომელიც არის სადაც ბოლომდე შეგიძლია იყო ჩართული რა ბოლომდე სიგიჟემდე შეყვარებას რო გავს ასე ვთქვათ რა ხო რაც ნიშნავს რომ მთელი დღე შეგიძლია იმყოფებოდე ასე ვთქვათ ამ მდგომარეობაში და ეს არ არის life negating ანუ შენ შეგიძლია პარალელურად საუბარი საქმის კეთება და ამ შემდეგ და არ იწევს შენს განდგომას ყოფილი ცხოვრება ხო ხო და მანდ ესე იგი აი იმ ამაზე გვისაუბრია ეხა ეს ახალი არ იქნება ჩემთვის რა მაგრამ მაინც შეიძლება კითხვები ავიძრას ერთ-ერთი არის ის რომ ჩვენ ზოგადად საქართველოში და ამ ტრადიციაში სადაც დავიბადე და ქრისტიანობაში და ესე არის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან როგორც პიროვნებასთან მათ შორის რა ეხა ქრისტე პიროვნული გამოვლინება ხო ნუ ვიცი შენთან ახლოს იყო ამოდროულად
კრიშნას და ხო ვაიშნავური გზაა და ზოგადად სუფიური და ეს ფაქტი რაც არის გულისმიერი კავშირი ღმერთთან და სიყვარული ღმერთის როგორც პიროვნული როგორც შეყვარებულის, აი მაგ კონსტიტუციაში ხედავდი შენ ყოველთვის რა, ანუ ეხაც ეგრე ხედავ. ესეთი წარმოდგენი ზედაპირული წარმოდგენი ბუდიზმზე არის, ეგეთი წარმოდგენა და მეც ეგეთი წარმოდგენა მაქვს ან მქონდა, რომ ბუდიზმში არ არის პიროვნული ღმერთი. ანუ ღმერთთან როგორც პიროვნებასთან ვერ ურთიერთობ რა, არის რაღაცა ბუნების კანონები, რაღაცა ველი, რაღაცა ის ცნობიერება, რომელიც აბსტრაქციებია. აი, არის თუ არა ეს ესე, რასაც ვიძახი და თუ ეს ესე არის, ხო არა გაქვს დანაკლისი მაგის, აი ამ ცოცხალი ურთიერთობის. აი სხვა შორის ჰანუმანის და რამას ისტორია არის, რომ რამა ეკითხება ჰანუმანს, ვინ ხარ შენ? და ეს ეუბნება, როდესაც არ მახსოვს ვინ ვარ, მე ვარ შენი მსახური. და როდესაც მახსოვს ვინ ვარ, მე და შენ ერთნი ვართ. ეს არის ან რამაიანაში იქნება სავარაუდოდ, ხო, ჰანუმანის და რამას ისტორიას. ხო. აი ეს შემიძლია თქვა, რომ ასე ვთქვათ, თუ მახსოვს ვინ ვარ სინამდვილეში ამ დროებითი ფრაქტალური, ასე ვთქვათ, ნაწილის მიღმა განუყოფელი ვარ ღმერთისგან. და ეგ ოკეანე ვარ, მაგრამ შემიძლია ასევე გამოვაზუმო და ასე ვთქვათ, ზუმაუთი გავაკეთო და შივო ვარ. ხო და ეს ორივე არის რეალობა. ეს ორი რეალობა არის უბრალოდ როგორ შეხედავ საკითხს. ეგრე რა, როგორც ხო, რაღაც მიმებიც არსებობს და ფოტოები Instagram-ზე, Facebook-ზე, ხო, რაღაც ერთი კუთხიდან რაღაც ესე რო ჩანს, მეორე კუთხიდან ისე ჩანს, მესამე კუთხიდან ისე ჩანს, თქვა ერთი და იგივე ობიექტი. ხო, ესეც შენ ჩანხარ როგორც ინდივიდუალობა განცალკევებული, ჩანხარ როგორც ერთი მთლიანი მასთან. ასევე რომ თან ესე და თან ისე, არც ისე და არც ასე ბევრი გზა არის ხედვის, მოკლედ რა და ამიტომ ასე ვთქვათ, სხვა ჩერსა ვთქვათ, ადვაიტაშიც როგორ არის, ხო? იქ თუ ღმერთთან ურთიერთობის ინდივიდუალური ფორმა უნდა გჭირდება იშტაო, ხო, იშტადევა და თუ არა გჭირდება, ვთქვათ, პიროვნული რაღაც და როგორც აბსტრაქცია შეგიძლია ისე ურთიერთო, შეგიძლია ესეც, ხო და ნახე, ოკეი, ჩემთვის ბუდიზმში, რა თქმა უნდა, ეს არის უფრო უპიროვნო სწავლება, მაგრამ აი პიროვნებაში რა არის, ეს ვთქვათ, რა გვიყვარს პიროვნებაში? პიროვნებაში გვიყვარს ჩვენ გულის ასპექტი, რო იხსნება ეგ, ხო ეგრეა რა, ანუ პიროვნებასთან უფრო გრძნობ სიყვარულს, ხო? იქ ეს ვაიშნაობაშიც ხო ეგ არის, ხო? ღმერთს პიროვნულად, იმიტომ ვერ ურთიერთობებით, როცა პიროვნულად ვერ ურთიერთობებით, სიყვარულს გრძნობთო უფრო მეტსო რა, ეხლა აბსტრაქციას როგორ ურთიერთო და აი როცა ეხლა ვთქვათ ნიკა არის, ვთქვათ, ხო და შემიძლია მას I can relate to it, ხო, შემიძლია მასთან ვიკომუნიცირო, ასე ვთქვათ და გრძნობა მქონდეს და ისე რთულია, ხო, ასე ვთქვათ, ვაიშნაობაშიც შემხედრია ეგეთი განმარტება, ხო და ოკეი, ნახე პიროვნული გამოვლინება, ანუ ჩემი იმიდან ფილოსოფიიდან არის აბსოლუტურად ყველა არსება რა. ღმერთის პიროვნული გამოვლინება არის აბსოლუტურად ყველა არსება, მათ შორის ყველა ავატარი. ბუდაც, კრიშნაც, ქრისტეც და ასე შემდეგ რა. და არ ვიცი, ჩემს ახლანდელ პრაქტიკაში ლოცვაც არის და როდესაც ლოცულობ გასხიოსნებული არსებების წინაშე ყოველთვის ყველას ერთად ვაერთიანებ და არ ვყოფ. მან რა არის მთავარი, ესე ვთქვათ რა, რასაც ეყრდნობი რა, მე ტექნიკა ესე ვთქვათ რა, ან იდეოლოგიის გარდა და ფსიქოლოგიის გარდა, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიის გარდა, ბუდისტური ფსიქოლოგიის გარდა, აი რა ტექნოლოგიებია, რომელიც თვლი, რომ მარტო შენთვის კი არა, ანუ გასაზიარებლად ღირს რა, სხვაებისთვის. ბევრი რაღაც არის რა, იმდენად ბევრი მეთოდი არის, რომ რეალურად იმიტომ არის ეს ბევრი მეთოდები, რომ გააჩნია ვინ იწყებს ძიებას,
და ვის რა სჭირდება, ვიღაცას სიყვარული და გული რო გაუხსნას ისეთი მეთოდები მეტი არის, ვიღაცას უცებ გათავისუფლება სჭირდება პირადი ტანჯვისაგან იმისთვის სხვა მეთოდები არის, ვიღაცას უნდა რომ თავისი გონება, ანუ აზროვნება, მეტყველება და სხეული სრულყოს და მისთვის სხვა მეთოდები არის, სხვა ადამიანი სხვა რაღაცით არის ინსპირირებული და ამისთვის, ასე თქვათ, ბუდას სწავლებაში არის ბევრი მეთოდი, საიდან შეგიძლია დაიწყო გზა, ასე ვთქვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ისევ მიდის იქამდე, რომ გააცნობიერო, ვინ აცნობიერებს ამ ყველაფერს. ვინ არის ეს აღმქმელი, მხედველი, დამკვირვებელი, რა არის მისი ბუნება და აქ არის ძალიან ღრმა სწავლებები და იცი რა, ვიტყვი სახელებს მათ, მაგრამ თქვათ მაჰამდრა და ზოგჩენი, ხო? მაგრამ რეალურად იცი რა არის, მე დავაგვირდი, რომ ხალხს ამ უცხო სიტყვებისადმი და ტერმინებისადმი აქვს პროტესტი, იმიტომ რომ თითქოს ეს მათ გარკვეულ ეგრეგორში ითრევს, გესმის და მე ბოლო პერიოდში დავიწყე, ბოლო დღეებში ფიქრი, რომ საერთოდ ეს სახელები მოხსნა, ასე ვთქვათ, საუბრიდან იმიტომ რომ თქვა არა აუცილებელი რომ შენ იყო ან ბუდისტი ან რაღაცა რომ შენ ჭეშმარიტ ბუნებას აცნობიერებდე რა ხო რა თქმა უნდა ხო და ძირითადი მეთოდები არის ეს ასე ვთქვათ დიადი თავისუფლების სწავლება ან დიადი სრულყოფილების სწავლება რომელიც მიუთითებს არა მარტო ესე ხალხ საუბრობს ინტელექტუალურ დონეზე, მაგრამ იმიტომ რომ სიტყვებს ვიყენებთ, მაგრამ რომელიც გააჩვენებს, რომელიც გაგზნობინებს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველა შენი ტრაგიკომედიის მიღმა არსებობდა სრულყოფილება, რომ ყველაფერი ყოველთვის სრულყოფილებაში მიმდინარეობდა, ყველა შენი ტანჯვა, ყველა შენი სიხარულიც ყველა მომენტი არის სრულყოფილი და თქვათ მხოლოდ შენი ხედვა, ანუ რისგანაც რეალურად გათავისუფლებს მაგალითად დიადი თავისუფლების სწავლებები არის ის, რომ ყველაფერი რაღაც გადმოსახედია. ამას რაღაცა აკლია, იმას რაღაც ედმედია, იქ ეს არის, იქ ის არის და ეს ამას ვინ იძახის? ანუ სულ არის რაღაცა გადმოსახედი. და დიადი თავისუფლების სწავლება არის გადმოსახედების გადმოსახედი. აი გადმოსახედი რაში არსებობს და იმ გადმოსახედს რაიმე გადმოსახედი თუ აქვს და არ აქვს არანაირი გადმოსახედი თავისუფალია ყველა განსჯისგან შეფასებისაგან და შეგიძლია დაისვენო მასში რომ არ იყო მოცული შენი პირადი ისტორიით მუდმივად რა ხო აი A ტიპი რო ავიღოთ რა ვიღაც X ტიპი ავიღოთ რომელსაც აქვს რაღაცა პრობლემები, თქვათ, რა, ემოციონალური პრობლემები, ან რაღაც ისეთი რა. მესმის ადამიანი, რომელიც თქვათ, ეხლა შენნაირი ადამიანი, რომელიც რამდენი ნამუშევარი აქვს და რაღაცები არის კრისტალიზებული მასში, ხო? ანუ ეს სიმშვიდე და კარგად რაღაც ცენტრირებულობა და ასე შემდეგ და რაც არ უნდა, ანუ შენ მზად ხარ სხეული დათმო. ანუ რამე რო იყოს ხეულს დათმობდი რა. ეს ეხლა ისეთი რაღაცა არის, ხა მოდიეთ ცოტა რომ დავმიწდეთ, ეგრე არ ხდება ზოგადად რა. ძალიან დიდი ადამიანებს, ძალიან დიდი მიჯაჭულობა გვაქვს ხეულზე, რაღაცები გვაქვს კი. მე რან ცუდად ყოფნა არ გვინდა, ვინა კარგად ყოფნა. არის თქვათ X ადამიანი, რომელსაც რავი, მშობლებთან პრობლემა აქვს, შფოთებში, შიშებში, წყენებში, გრძელვადიან წყენან, ბრაზიის კი არ უცბად აფეთქდა და ჩაქრა. აი ეწყინა და წლები წყენაში არის რა. აი ეგეთ ადამიანს რას თავაზობ? ანუ მაშინ რომ მაგას რო ელაპარაკები მაგადმოსახედ და გადმოსახედიდან. ხო არ ტოვებ ისევ იმ თავის მორევში და ვერ აძლევ რაღაც ძალიან კარგი შეკითხვა არის. ძალიან მაგარი შეკითხვა არის რა. ანუ ხო მოკლედ ინგლისურად მაგას ქვია spiritual bypassing. ანუ სულიერი რაღაც გადასკროლვა თუ გადახტომა შენ თქვათ აი ტრაუმებზე რო არ იმუშაო ასე თქვათ შენს რაღაც პრობლემებზე თითქოს და აი პროსტა შეხედე სუბტაცნობიერებას ის ყოველთვის თავისუფალია ამ ყველაფრისაგან
და იქიდე რა ეს რაღაცეები რა, მაგრამ ბევრს გაუჭირდება, იმიტომ რომ იმდენად მტკივნეულია ეს რაღაცა, რომ აქეთკენ გახედვის რესურსიც აღარ აქვს ადამიანს. ხო, ეს შეკითხვაც ხო შეიძლება რა, დაისვოს და ძალიან აქტუალური შეკითხვა არის რა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, უნდა იყოს ეს ინტეგრირებული ისევ ფსიქოანალიზთან თუ რა ვიცი, რაც ფსიქოლოგიურ მუშაობასთან ერთად. მაგის დაგეგმა შეუძლებელია. ეხლა ნახე შენ რას თავაზობ ვთქვათ ადამიანს, ხო? ეხლა ძალიან ბევრჯერ მგონებია, რომ რაღაც მეთოდი არის გამოსავალი. ეხლა ვეღარ მომტყუდები მაგ რაღაცით რა. არა ყოფილა ეგრე რა მართლა რა. ხო. ეხლა რაც შემიძლია ვთქვათ, როგორც მასწავლებელი, ასე ვთქვათ, მასწავლებელი რამ ხრივ რო ეხლა რაღაც სწავლებას რო აძლევ, მასწავლებელი ხარ, განა იმიტომ რომ შენ გაქვს თვითიდენტობა, ასე ვთქვათ, არამედ ვიღაცებს ყველაზე მეტი ცვლილებები, რაც მომხდარა ადამიანების ცხოვრებაში, რაც ვაკვირდები, ჩემი რაღაც გაცემული იმებიდან რა, იყო უბრალოდ იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა. და ამ ცოცხალ ურთიერთობაში რაღაცეები იცვლებოდა სხვების ფსიქიკაშიც, იმაშიც, სოფხედველობაში და ყველაზე ჩქარი, ასე ვთქვათ, ოკეი, ძალიან ისე არ მინდა გამომივიდეს ახლა. ოკეი, მე ვარ რაღაც თანა მოგზაური რა, ჩემთვისაც მოგზაურობ, ხო, მაგრამ შეიძლება ჩემთან როგორც ერთ-ერთ მოგზაურთან დაკავშირება შენ შეიძლება რაღაცაში გამოგადგეს. შეიძლება არ გამოგადგეს, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება გამოგადგეს რა. ხო, მე მინდა რომ შენ გამოგადგეს. მე მართლა მინდა რომ ეს პროცესი მარტო ჩემთვის არ იყოს, არამედ მინდა რომ გამოვადგე ვინმეს ამით. ეს არის რაღაც შინაგანი იმპულსი რა. და თუ შენ იგრძენი რომ შეიძლება შივო გამოგადგეს, ყველაზე რასაც მე ვთავაზობ, რომ ჩემთან ერთად იყავი პროსტა რა, ანუ იურთიერთა რაღაცნაირად სადმე შემხვდი, ასე ვთქვათ, იმეგობრო და რაღაცა იყოს და ვთქვათ, მეთოდებს მე მაგალითად ამ შემთხვევაში ძირითადად ინდივიდუალურად ურჩევ ხოლმე. ვის მე მგონია რა არის ხო, რაღაც უნივერსალური იმაზე არის. ხო, არ ვეღდნობი ეგეთ რაღაცებს. ბევრი მეთოდი გამოვიგულიე ცხოვრებაში, ალბათ კიდე ბევრს გავიგებ. ჩემი გადმოსახედიდან, ვთქვათ, და ხო ვიღაცა თუ ვერ ენდობა ამ შემთხვევაში ჩემს გადმოსახედს, სრული უფლება აქვს ყველას რომ არ მენდოს, ასე ვთქვათ, და ვფიქროს რომ ეს ადამიანს, ვთქვათ, არ აქვს უფლება რომ ხო, მესმის. როგორც უნდა ისე იფიქროს. ხო, ჩემი დაკვირვებით ახლა რავი, ფაქტია რომ შენთან ახლა რო გაკვირდები თან რა მოგზაურობაშიც ხარ და როგორ იცვლები და რაღაცა და რავი, ახლა მე ბუდისტურ ტრადიციასთან დაკავშირების მერე აი მართლა ძალიან დიდი ნაბიჯებით ხარ რაღაც შინაგანი ინტეგრაციის პროცესში წასული წინ, ეგ ფაქტია ჩემთვის დამშვიდების კუთხით, იმიტომ ადრე გატყობდი აჟიტირებას გასხივოსნებისკენ რა, პირდაპირ გითხრ. აი ეგრე ძალიან რო გინდო, თან ძალიან საყვარლობა იქ და ძალიან, მაგრამ აი თან აი ეს ქონდა რაღაცა შეპყრობა რა და აი რაღაც მაგ შეპყრობიდან ეხა თითქოს თავისუფლდები თუ რაღაცა შევა კიდევაც უახლოვდები მაგან თავისუფლებით, არ ვიცი რა, მაგრამ ფაქტია ეგ. და თანაგრძნობა რა, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რაცა ბუდიზმში, რაც მე მომწონს. რაღაც მე ვერ ვერკვევი, არ ვიცი რაღაცები ზედაპირული იქნება ყველა ჩემი შეფასება მაგის, მაგრამ მან და ბოდისატვას წესები რო არის რა, ფიცები თუ რაღაც. ყველა, ანუ მე არ გავსხივოსდე მანამდე, სანამ არ გასხივოსდება ყველა არსება ყველა სამყაროში. ეგ რა არის ახლა, ეგ არის რომ ეგ არის უპირობო სიყვარული. ეგ არის უპირობო სიყვარული. ეგ არის იდეალისგან განთავისუფლება. აი იდეალზე მიჯაჭულობისგან განთავისუფლება. ზუსტად. და ეგ არის გასხივოსდა. როცა მაგი ამ შენი თავით აღარ ახარ შეპყრობილი, მეტი რა გასხივოსდება კიდე. როცა სულ საკუთარი თავით არა, მე რა შემხვდება, აბა მე რა როდის გამოვიყვიწებ, როდის მივაღწევ იმ მდგომარეობას, სადაც აღარაფერი აღარასდროს აღარ შემაწუხებს. აი კიდე იფიქრე, სხვებს რა აწუხებთ, როგორ დაეხმარო იმაში, რომ აღარ აწუხებდეთ. შვენიერი. მადლობა ძალიან დიდი. გაიხარე, შენც დიდი. ნახვამდის.